პროტესტის 341 დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. თქვენ ხედავთ ხალხს გაკეთდა ჯაჭვი, ხელჩაკიდებულებით განან მოქალაქეები. ახლა შეგიძლიათ მოისმინოთ ჰიმნი, მღერიან ისინი. ახლა ვეცდები გავესაუბრო ოპერატორს, თხოვ გამომყვეს და მოვისმინოთ მოქალაქეების სათქმელი. ჯანი, გთხოვ რომ გამომყვეთ ან კადრში ვაჩვენოთ რა ხდება მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ დაკავებებს, ყოველდღიურად ვხედავთ ახალ პატიმრებს, ჯარიმებს, მოქალაქეებმა მაინც გადაკეტეს გზა. ვეცდები რომ გავესაუბრო. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. რამდენიმე სიტყვით რომ გვითხრათ, დღეს ერთ-ერთი მონაწილე ხართ პროტესტის გზა გადაკეტეთ. რომ გვითხრათ თქვენი მთავარი სათქმელი რა არის? ისინი ჩვენ ქვეყანას არ დაუთმოთ, არ გარუსტებით არაფრით და მომავალი ჩვენია და ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენი ევროპული მომავლისთვის. რა გაძლევთ მოტივაციას, რომ ყოველდღიურად მიუხედავად დაშინებებისა, რეპრესიებისა გამოხვიდეთ და გააპროტესტეთ? მოტივაციას რა მაძლევს? პირველ რიგში თითოეულის ადამიანი, ვინც აქ იბრძვის და მეორე ის რომ არ გამოუვათ რა, აი გამორიცხულია, უსამართლობა არ გატარდება ამ ქვეყანაში, არც აქამდე გატარებულა და ახლა მით უმეტეს რა. აი გამორიცხულია ეგ ამბავი. ვიბრძოლებთ ბოლომდე ყველანი. თქვენ აქვე შეგიძლიათ მოისმინოთ შეძახილები ერთმანეთის მხარ და მხარ დავიბრუნებთ სამართალს. ხედავთ რომ ტროტუარის ნაწილზეც ძალიან ბევრი ადამიანია მობილიზებული. ყოველდღიურად და ყოველ წუთს იმატებს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეთა რაოდენობა. თიკა პატარაიას ხედავ სამოქალაქო აქტივისტს. ვეცდები რომ გავესაუბრო მას. თიკა არის ერთ-ერთი რომლის მამაც ჩვენი თანამშრომელი ნიკა პატარაია რეჟიმის ტყვე იყო რამდენიმე დღეს განმავლობაში. თიკა რა არის დღეს შენი მთავარი სათქმელი რუსთაველზე, ერთი აქტივისტის, რომელიც ყოველდღიურად დგას და აპროტესტებს რუსთაველზე გამოდივარ, იმიტომ რომ არ მომწონს ეს ხელისუფლება არ მომწონს ამათი მიღებული კანონები, რომლებიც არის რეპრესირებული და იმისთვის შემოიღეს ეს კანონები, რომ აქციის მონაწილეები დააპატიმრონ და უფრო მეტი ადამიანი გაუშვან ციხეში. ეს ყველაფერი შემდგომ არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, რომ ყველაფერს ხალხი გააპროტესტებს და ხალხი გამოვა ქუჩაში. მე მჯერა ამისი და ეს ადამიანები ახლა ვინც გზაზე არიან, ესენი არიან გმირები ჩვეულებრივად, იმიტომ რომ იციან რომ შეიძლება სისხლზე წავიდნენ, მაგრამ მაინც განან და აი ამ ერთობის მჯერამე და ძალიან მიხარია რომ ეხლა ამ ყოფს შემსწრევართ ყველანი. მადლობა თიკა. აქვე ვხედავ ნაცია ლეთოდიანსაც, რომელიც თავად იყო რეჟიმის ტყვე რამდენიმე დღის განმავლობაში. ნაცია, შენი სათქმელი რა არის დღეს? მიუხედავად დაჭერებისა, რეპრესიებისა, რა გაძლევს მოტივაციას რომ აქ იდგენ და რაც ეთყო იმ ხალხს, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოდის რუსთაველის გამზირზე და არ გამოხატავს თავის პოზიციას? ჩვენ აი დღევანდელი დღეც და ყოველი დღე რუსთაველზე გადაკეტვა რუსთაველის გამზირის აჩვენებს სწორედ ჩვენს ძალას, ჩვენს სოლიდარობას, ჩვენს ერთიანობას, ჩვენ ვენაცვლებით ერთმანეთს, სწორედ ამაშია ჩვენი ძალა და ამას ვერ იტანს აი ეს აგიჟებს სწორედ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩვენ ეს ბუნებრივი პროცესია და ამ პროტესტის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც ერთ დღეს გადადიან და შემდეგ ვითომ იჭერენ რამდენიმე დღე საპატიმროში ატარებინებს ამ პროტესტანტ მონაწილეებს ხელისუფლება, შემდეგ ესენი გამოდიან და კვლავ რუსთაველზე ბრუნდებიან და შემდეგ სხვადასხვა ადამიანები ენაცვლებიან და კი დღეს მთავარი ბრძოლის ველი გადის რუსთაველზე და დღეს ყველაფერი წყდება რუსთაველზე. ეს არის ჩვენი მთავარი ბრძოლის იარაღი და არც რუსთაველს, არც რუსთაველის გადაკეტვა იქნება, ეს ტროტუარზე დგომა იქნება, ჩვენ არ დავთვალთ რუსთაველი იქნება თუ სხვა ლოკაციები იქნება, ჩვენ ყველა ბერკეთს გამოვიყენებთ შინ და გარეთ, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ მიიღოს ის ლეგიტიმაცია, რომელსაც ასენატრობს უკვე 1 წელია, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნით. მადლობა, ნაცია ლეთოდიანს უსმენთ. აქვე ელენე ქაიხოსრაშვილია. ელენეს ვკითხავთ, ელენე, ვხედავთ, რომ რეჟიმი არ უშვებს ხელიდან ადამიანების დაკავების შანსს. დღეს ნახეთ აზატ შილაჩავას ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს ხომ? რა ცდილობენ? ძალიან ცალსახა ამ ყველაფრით ცდილობენ ადამიანების დაშინებას და რუსთაველის პროტესტის აღკვეთას მიუხედავად იმისა, რომ ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ თქვენ როგორ არ არსებობს საქართველოში პროტესტი, რამდენად უმნიშვნელოა აი ეს
ფაქტი თუნდაც რამდენიმე მათ 20-25 წუთით გზის გადაკეტვა, მაგრამ მაინც ამხელა ბუღალტერია, ასე ვთქვათ, შეიტენეს ხო, ანუ დღეში 10-ზე მეტ ადამიანს აკავებენ, მოსამართლეებს ამუშავებენ ლამის ღამის თევით. ეს არ არის ძალიან მარტივი ხო ბიუროკრატიისთვის, მათი ისინი ზიანდებიან ამით ხო და აკავეს აზა დევნილი 71 წლის ქალი ისეთ ადამიანებს აკავებენ, როგორი ადამიანების დაკავების ახსნაც მათივე ამომრჩევლისთვის ამის მიყიდვა არ არის მარტივი და ვფიქრობ, რომ ამით საკმაოდ ზიანდებიან და ძალიან მინდა დაფიქრდეს ხალხი იმაზე, რომ როდესაც დემონსტრაციაზე გამოდის მაგალითად 100,000 ადამიანი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ამ 100,000 ადამიანში არის ამ დონის პროტესტი, რომ გარეთ გამოვიდნენ და თუ არ ვცდები 70 ადამიანზე მეტია უკვე დაკავებული კონკრეტულად აი ამ აქტისთვის და მინდა რომ ადამიანებმა გაიაზრონ რამდენ ადამიანშია ესე იგი პროტესტი, თუ 70-ზე მეტი ადამიანი ამაზეა წამსვლელი, რომ ადმინისტრაციულ პატიმრობას შეეფარდოთ აი ამ გზის გადაკეტვისთვის. მადლობა, ელენე ქაიხოსროშვილს უსმენდით. ასეთი ახლა ვითარება რუსთაველზე აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უკვე იყვნენ და მიიღო საზოგადოებამ ერთხელ გაფრთხილება იმის შესახებ, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, რომ 351 დღეს უკვე გადაიკეტა რუსთაველის გამზირი. ჩვენ ვეცდებით დავრჩეთ და მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგებრუნდეთ.